ზოგადად პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ეს უკვე დამაზარალებელია ქვეყნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის ის. ამიტომ ამ ტიპის კითხვებს რაც შეიძლება სწრაფად ძალიან დამაჯერებელი პასუხები უნდა გაეცეს და ვისურვებდი რომ საბაბიც კი არ გაჩნდეს ხოლმე მსგავსი კითხვების დასმის. ცხადია პარლამენტის დობის ჯგუფი ეს მხოლოდ მარტო არ არის ამის შემძლე და დობის ჯგუფის ფუნქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა საჯარო დაწესებულებამ ერთიანად უნდა მოვინდომოთ, რომ საკითხები უკეთ განმარტოთ და უკეთ მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ კითხვები არ გაჩნდეს. იმიტომ რომ თუ კითხვა გაჩნდა, მერე იმაზე პასუხი ხშირად დაგვიანებულია ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტმა მე განვაცხადე პარლამენტის სახელით, რომ პარლამენტი თავის ბერკეტებს ჩართავს ამ პროცესში. დობის ჯგუფი არის ერთ-ერთი ბერკეტი, კანონმდებლობა საზღვრავს იმ კომპეტენციას, რითიც პარლამენტის დობის ჯგუფი შეიძლება იყოს ინფორმირებული ან ჩართული მსგავს საკითხებში, მაგრამ ის რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ იქნება სამართალდამცავი ორგანოების ჩამონაცვლებელი ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩამონაცვლებელი. დობის ჯგუფის ამოცანა თავდაცვის უნარიანობის დაცვა და ისეთი საკითხების წამოჭრა, რომელიც შესაძლოა ზიანს აყენებდეს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. ესაა მათი ამოცანა და არა ის, რომ ვინმე ადამიანების უდანაშაულობა ან დამნაშავება ამტკიცოს. ეს ცოტა სხვა ორგანოების საქმეა და მე ჯერა მინდა ძალიან მალე დავინახო, რომ ამ კითხვებზე პასუხი იქნება ბოლომდე ყოველთვის გაცემული.